პირველ რიგში მოგესალმებით, უკვე მარათონის მეოთხე დღეა, შესაბამისად, შედარებით უფრო რთულ ვარიანტებსაც განვიხილავთ რჩევებისა და ტექნიკების სახით. უკვე თითქმის ყველა თქვენგანი დამეთანხმება იმაში, რომ მარკეტინგული საქმიანობა, კონტენტ კრეატორობა და ასე შემდეგ სასიამოვნო საქმეა, თუმცა ძალიან ბევრ მღელვარებასაც ვნახულობთ მუშაობის პროცესში. ამის გამომწვევი მიზეზი უამრავი შეიძლება იყოს, აქ ჩამოთვლას არც დავიწყებ. მაგრამ ჰოი საოცრება, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ეს ყველაფერი. დაიწყეთ თვითდაკვირვებით, თუ როგორ გრძნობ თავს სხეულში ნეგატიური ემოციების განცდა და მღელვარების დროს. ხშირად თვითადაც ვერ ვსუნთქავთ, ძალიან დაძაბულები ვართ. არ არის აუცილებელი მუდამ დავიწყოთ ამ ზედმეტი ფიქრებისა და შიშების გამოკვლევა. შეგვიძლია პატარა ჯანსაღი ჩვევა დავნერგოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. დილასა და საღამოს კომფორტულად მოვკალათდეთ სკამზე და საწოლზე ჩამოვჯდეთ. თვალები დავხუჭოთ, გულზე დავიდოთ ხელი, თუ გსურს მუცელზეც და ამოვისუნთქოთ და ჩავისუნთქოთ. ვეცადოთ ერთი წუთის მანძილზე სუნთქვა დავარეგულიროთ. არაა აუცილებელი ზედმეტი ფიქრი რა როგორ გავაკეთოთ, უბრალოდ მშვიდად ვისუნთქოთ. თვითონ ეს პროცესი ისე უნდა წავიყვანოთ, რომ გრძნობდეთ, რომ თანდათან მშვიდდებით და სხეულში დაძაბულობა ნელ-ნელა ქრება. რა თქმა უნდა, შეგიძლია პატარა რიტუალები დანერგო უშუალოდ რაც შენ გეხმარება სხეული მოადუნო, მაგალითად მარტივი იოგა, 5 წუთიანი გაწელვები და ასე შემდეგ. მე პირადად უბრალოდ დილით აივანზე გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაც კი მეხმარება დავიმუხტო დღის ენერგიულად დაწყებისთვის. ზედმეტი მრავალფეროვანი არჩევანით არ აირიოთ აუგზა. მესმის სამყარო უფრო და უფრო მეტ ვარიანტსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ საქმიანობაშიც უამრავი განხრით შეგვიძლია განვითარება, უამრავი ახალი ინსტრუმენტის თუ ცოდნის გამოყენება, თუმცა გაგიკვირდება და რაც უფრო მეტი არჩევანი გვაქვს, უფრო მეტად ვრჩებით გადაუწყვეტელ მდგომარეობაში და ისე გაგვაქვს დღეები, შესაძლოა თვეებიც კი, რომ არ ვიცით სად მივმართოთ ჩვენი ყურადღება და ენერგია. ზოგჯერ ვაკეთებთ საქმეს, მაგრამ ისე ვაკეთებთ, რომ არეულნი ვართ. ხან ერთ პროექტზე ვმუშაობთ, ხან რაღაც ახალ საქმიანობას წამოვიწყებთ და ბოლოს ისე გამოდის, რომ არც ერთს არ ვასრულებთ ისე, როგორც გსურდა, ან შუაგზარზე ვტოვებთ დაუსრულებელს. ასევე უშუალოდ მუშაობის პროცესში ხშირად ვიყინებით. ვთქვათ, გვაქვს ვიდეო გადასაღები შემდეგ თემაზე, თანამედროვე სამყაროსთვის აუცილებელი უნარები. ეს იმდენად რავლისმომცველი და ასევე საკამათო საკითხია, რომ ინფორმაციის ნაკადში დაიკარგები და ბოლოს შესაძლოა თავადაც აღარ იცოდე, თუ რა უნდა ილაპარაკო ვიდეოში და როგორ წაიყვანო ეს საქმე წარმატებულად. გამოსავალს გთავაზობ. დაწერე კონკრეტიკა, რამდენ წუთიანი იქნება ვიდეო, უშუალოდ რა სფეროს ეხება, რა ტიპის ადამიანებს ესაუბრები, რა საბოლოო მესიჯი გინდა თქვა ამ ვიდეოთი. ხედავ, ყველაფერს ვაკონკრეტებთ და არ ვამბობთ, რომ ზოგადად გინდა რაღაც თემაზე საუბარი. ჩათვალე ყველაფერი მილიმეტრებში გაწერე თავიდან და უკვე აღარ დააბნიე საკუთარი თავი და რესურსებისა და დროის ზედმეტი ხარჯვისკენ თავი დაიცავი. რადგან უკვე ზუსტად იცი რას ითხოვ, რას აკეთებ და რა გჭირდება. გააკეთე მინიმუმ კვირაში ორჯერ ეგრეთ წოდებული deep work, ანუ ერთი კონკრეტული პროექტი ან გასაკეთებელი საქმე აირჩიე და მთელი დღე მხოლოდ მასზე იმუშავე. დამიჯერე ასე უფრო მეც მოასწრებ, ვიდრე არეულად იმუშაო და ხან ერთი დღე 20 წუთი, ხან 5 წუთი და ხან საერთოდ ვეღარ მოიცალო პროექტისთვის, ან რომელიმე სხვა საქმისთვის. ერთი დღე სრულიად დაფარე მთავარი გასაკეთებელი საქმე. თუ ძალიან დაკავებული ხარ, ეცადე გრაფიკი ერთი კვირით ადრე დაალაგო ისე, რომ კვირის მანძილზე შეგეძლოს 2 დღე სრულიად ისე წაიყვანო, რომ შენ საქმიანობაში დიდი სარგებელი და პროგრესი ნახო. ბევრი ჩვენგანისთვის თავიდან შეიძლება ეს რთული ამოცანა იყოს, რადგან ცხოვრების სტილი ჯერ არ გვაქვს გადაწყობილი ისე, როგორც უკვე წარმატებულ კრეატორებს და მსგავსი სფეროს სპეციალისტებს აქვთ. თუმცა დამიჯერე თუ მინიმუმ ნახევარი დღის გამოყოფით მაინც დაიწყებ, ნელ-ნელა შენც მოახერხებს მსგავსი რეჟიმის შედგენას, შენივე წარმატების დასაშენებლად. მე პირადად ყველაზე დიდი რაოდენობის საქმის გაკეთებას ვახერხებ, როცა დროებით სხვა პროექტებს და საქმეებს ვივიწყებ და ერთი დღე ერთ მთავარ საქმეზე ვმუშაობ. იქნება ეს მაგალითად YouTube ვიდეოების დამონტაჟება, დიზაინის შექმნა, თუ ახალ უნარებზე მუშაობა, თუ სხვა დროს ვახერხებ ერთი ვიდეოს შექმნას. ერთ დღეში უკვე შეიძლება მოვასწრო მთელი თვისთვის განკუთვნილი საქმის უდიდესი ნაწილის დასრულება. დაფიქრდი, თუ ამხელა შედეგი შეგიძლია ერთი დღისგან მიიღო, მართლა ვერ იპოვი ამისთვის შესაბამის დროს? მარათონის ეს დღეც წარმატებულად დასრულდა. დააკომენტარეთ რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და რა სერეთ შემდეგ ვიდეოებში. აბა დროებით.